თუ შენ გინდა შენ სახში ესეთი ლამაზი რაღაც გქონდეს და მილიონი ლარი არ გადაიხადო, მაშინ უყურე ამ ვიდეოს ბოლომდე და მე გასწავლი ფიცრებით როგორ შეიძლება კოფე-პიციის მაგი დააწყო. სალამი ძმდებო, დღეს ვისწავლით ყავამაგიდის აწყობას ეზოსთვის. თუმცა თუ დიდი აივანი გაქვთ, იქაც შეგიძლიათ როგორმე ჩააყვეხოთ. დაგვჭირდება ფიცრები, რაღაც რაოდენობა ფიცრები ჩვენ გაჭრილი გვაქვს, ამიტომ ნელ-ნელა შევუყვებით. ეს არის ფეხები, ეს არის წინა ფეხები, 38 სანტიმეტრზე გაზავთ. სულ იქნება დაბლა აღწერაში და თქვენით შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ეგ ყველაფერი. მეორეს ვადებთ. ეს ზოლი უნდა, იმიტომ გვინდა რომ ეს ფიცარი ჩავსვათ, აი ზევიდან ზუსტად. 9 და 2-ია ფიცრის ზომა, ანუ 9 და 2 სანტიმეტრზე უნდა ამოვჭრათ. ეს უნდა ამოვჭრას ამის სისქეზე რა. ეს არის 4-იანია ფიცარი, თოლსენისვე სამაგრით. უბრალოდ ვაფიქსირებთ. ვიღებთ სტამესკას და ვადებთ თოლსენის ჩაქვჩით პატარა შეგვიჩვენეთი. შეგიძლიათ პატარ-პატარა დამტროებად ამოაცალოთ. ზუსტია. ამას ვაწყობთ შემდეგნაირად. ეს არის წინა მხარე. ზედაპირი შავად იმიტომ გავაკეთე, რომ თეთრი ყავის ჭიქები კარგად ჩანს და არ აგერევათ და არ გაქრება შავი ჭიქები თუ დალებთ ყავას. ნებისმიერ შემთხვევაში დანარჩენი ხე დაამუშავეთ ზეთით. ეხლა მე მაქვს უფერული ზეთი იდეაში და უფერული ზეთით შეგიძლიათ დაამუშავოთ, რომ მალევე არ დალპესეს და გარეთ ტემპერატურის ცვლილების დროს არ გაფუჭდეს. 30 ლარიანი ფიცრებით შეგიძლიათ ესეთი მაგი დააწყოთ. რო გითხრათ რომ ეს სიზუსტეები დაცულია მეთქე არა, მაგრამ საქმეც მაგაშია მარტივად ქროუნის შურუპაორტით და ლობზიკით შეგიძლიათ და შურუპით შეგიძლიათ რომ ესეთი მარტივი კოფე-პიციის გარე დასადგმელი მაგი და დასკამები ააწყოთ. ეს იყო ცუდი ხელოსანი, რომელიც თავის სახელს ყოველთვის ამართავს. დაბლა იქნება ჰოლსჯიზე მოცემული ნებისმიერი ხელსაწყო, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ფასდაკლებით, რა თქმა უნდა.